Biznesmen Saulios Vaitkevičius 15 დღის ვადაში 50,000 ლარის გადახდა მოუწევს. აღკვეთის ღონისძიების სახით ლიტვის მოქალაქეს გირაოს სააპელაციო სასამართლომ შეუპარდა. შესაბამისად გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. 30 მაისს დაკავებულ ბიზნესმენს ბრალად ედება სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება. პროკურატურა Vaitkevičiusis დაპატიმრებას ითხოვდა მისი მიმავლის საფრთხიდან გამომდინარე. დღევანდელ პროცესს ლიტვის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. Saulios Vaitkevičiusis საქართველოში ბალტიის ქვეყნების სავაჭრო პალატას წარმოადგენს. წლების მანძილზე ბიზნესმენი იოლის და პოპულის სავაჭრო ქსელის მფლობელი იყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩემს მიმართ არც ერთი აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა, თუმცა ჩემი კონსტიტუციური უფლება, თავისუფალი გადაადგილების უფლება შეზღუდულია. დღემდე ჩემი პასპორტი პროკურატურაშია, რაც შეეხება ჩემი მიმალვის ალბათობას, თუ გაეცნობით ჩემს პასპორტს დარწმუნდებით, თუ რა სიხშირით დავდივარ უცხოეთში. მიგოჩნია გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ გამოიკვეთება საკითხები, ჩვენ კიდევ წარვადგენთ მტკიცებულებას, რომლებიც აბსოლუტურად მისი უდანაშაულობის საკითხს გაუსვამს ხაზს და შესაბამისად შეწყვეტის საფუძველიც კი იქნება ეს სამართლებრივი დევნის. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახე, რომელიც უზრუნველყოფს მის სწორ ქცევას და იმედს ვიტოვებთ, რომ ის აუცილებლად ითამაშრომლებს გამოძიებასთან, გამოცხადდება დროულად. სხვა შემთხვევაში, თუ ის დაარღვევს კანონის ამ მოთხოვნას, მის მიმართ გამოყენებული იქნება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.